მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში გაგაცნობთ პროფესიონალურ wireless audio სისტემას Shure-ის UR სერიას. ეს მოდელი გამოდიოდა 2010-დან 2017 წლებში და იყო ორი ვერსია. ერთი, რომელიც აქ არის წარმოდგენილი Shure UR 4S-ი, რომელიც არის ერთარხიანი და ასევე იყო Shure UR 4D, რომელიც არის ორარხიანი. ეს არის სისტემა, რომელიც მრავალი წელია გამოიყენება პროფესიონალურ აუდიოში. იქნება ეს ტელევიზია, კონფერენცია, live show, სხვადასხვა ღონისძიება, რომელსაც საჭიროებს wireless audio ხარდაჭერა. ეს მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ვოკალისთვის, წამყვანისთვის, ასევე ინსტრუმენტებისთვის. შეგვიძლია დავაერთოთ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელსაც უერთდება ეგრეთ წოდებული ჯეკი და სხვადასხვა გადამყვანებით შეგვიძლია დაუკავშიროთ როგორც სალაპარაკო მიკროფონი წამყვანისთვის, ასევე ნებისმიერი ინსტრუმენტი გავხადოთ wireless-ი. ჩემს შემთხვევაში ეს სერია მოცემულია L3, ანუ 628-დან 698 MHz-მდე სიხშირულ დიაპაზონში. გვაქვს True Diversity ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ორი ანტენის დამოუკიდებლად მუშაობას და არანაირი ხარვეზი არ გვაქვს მუშაობის დროს. გვაქვს მეტალის კორპუსი, რომელიც ძალიან მყარია და 2010 წლის მერე დღემდე აქტუალურია ამ სერიის გამოყენება. წინ გვაქვს ეკრანი, სადაც მითითებულია ყველა დეტალური ინფორმაცია, რაც გვჭირდება მიმღებსა და ტრანსმიტერს შორის. გვაქვს ელემენტის მაჩვენებელი, თუ რამდენ ნიშნულზე არის ჩვენი ტრანსმიტერი. გვაქვს სიხშირული სპექტრი, რომელ დიაპაზონში ვიმყოფებით ჩვენ, რომელი ჯგუფია და სიგნალი რამდენი შედის ჩვენს რისივერში ტრანსმიტერიდან. ასევე გვაქვს სკანერი, საიდანაც ხდება მიკროფონისა და რისივერის ერთ სიხშირეზე დაკავშირება. როდესაც მივდივარ ვენიუზე, პირველ რიგში ვაკეთებ სკანირებას თავისუფალი სიხშირეების. როდესაც რისივერი მორჩება სკანირებას თუ რომელი სიხშირეა თავისუფალი, შემდეგ უკვე ვასკანერებ მიკროფონს ამ კონკრეტულ სიხშირეზე. გვაქვს ასევე მონიტორ ღილაკი, რომლითაც შეგვიძლია უშუალოდ სიგნალი მოვისმინოთ, რა შემოდის რისივერში და შემდეგ გვაქვს ეს ღილაკი, რომლითაც ხდება ნავიგაცია მენიუში. უკანა მხარეს გვაქვს რამოდენიმე პორტი. უპირველესი არის აუდიო გამომავალი, რომელიც არის XLR და შემდეგი არის TS-ი, ანუ იგივე ჯეკს, რასაც ვეძახით და შემდეგ მოდის USB და Ethernet-ი. როდესაც ჩავმივიდა, არ მოყვა აი ეს უშუალოდ გადამყვანი, რომელიც ახლა თქვენ ხედავთ, წინ რო ანტენა მიმაგრია. ანუ ეს ანტენა თუ გადამყვანი არ მოყვა სპეციალური კაბელით, მაგრდება უკან. იმის გამო, რომ მე ამ ყველაფერს кейსი შევუკარი, ესე ვთქვათ, დავაკომპლექტე, შეუძინე ესეთი კაბელი, კოაქსიალი კაბელი, რომელიც არის 75 ომიანი, თავისი ნეუტრიკის ადაპტერით. გარანტირებული მაქვს ის, რომ უწყვეტი კავშირი მექნება უშუალოდ მუშაობის პროცესში. და მარტივად აი, როდესაც кейს გავხსნი, წინა მხარეს მექნება უკვე ჩამონტაჟებული ანტენები ესე, რომელსაც მარტივად გავშლი და მზად ვარ მუშაობის დასაწყებად. სანამ ჩვენ მოვახერხებთ რაიმე სიხშირულ სკანერს, პირველ რიგში უნდა ჩავთოთ ჩვენ მიკროფონი. ჩაირთვება ეკრანი და ხდება შემდეგი ოპერაცია. აქ ჩამოშლის შემთხვევაში გვაქვს რამოდენიმე ღილაკი. გვაქვს ორი A ელემენტი და აი აქ გვაქვს სკანერის ნიშანი. როდესაც ჩვენ უშუალოდ რისივერზე გავააქტიურებთ სინქრონიზაციის ფუნქციას, დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიშორეზე უნდა დავიჭიროთ აი ამ სკანერიდან, რომ მოხდეს დანახვა მიკროფონსა და რისივერს შორის. ამ შემთხვევაში დაახლოებით 5 წამი უნდა, 5-10 წამი მაქსიმუმ. სინქრონიზაცია მოხდება მიკროფონსა და რისივერს შორის და ჩვენი მიკროფონი უკვე იქნება დასმული რისივერის სიხშირეზე. ანალოგიურად ხდება body effects-იც. ზემოთ გვაქვს ჩამრთველი. ონის შემთხვევაში ამ პატარა ეკრანზე გამოდის ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. აქაც იგივე პილაკები, ამასაც იგივენაირად სინქრონიზაციას ვუკეთებ რისივერთან. დღეს ვიმყოფები პირველ ბაღზე და დღეს მექნება დემონსტრაცია ჩემი კაფსულების, რომელსაც პირველად გამოვიყენებ live სიტუაციაში. ეს არის ST Electronics-ის კაფსულა. გამოიყურება ესე, მეტალის კორპუსის სუპერკარდიოიდული დინამიური კაფსულა და ეს კონკრეტული თავსებადია მხოლოდ Shure-ის რადიო სისტემებისთვის. ეს არის ჩემი ფავორიტი. ამის ჩვეულებრივი კაბელიანი ვერსიაც მაქვს და ამიტომ გადავწყვიტე მე კიდე რადიო მიკროფონებისთვისაც. მოკლედ ნახოთ როგორი იქნება. ჯერჯერობით საუნდჩეკს მოვჭი, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა, ახლა ლაივს ველოდებით და
ჩანაწერს მოგასმენინებთ თუ როგორ ჟღერდა ჩეკზე, ლაივზე და უშუალოდ ცალკე არტისტი როგორ ჟღერს მხოლოდ მიკროფონში. ეკვალაიზერი გამოიყურება ესე ამ მიკროფონზე. low cut-ი მაქვს 124 Hz-ზე. ძალიან მინიმალური შუა სიხშირე ჩაჭრილი 500 473 Hz-ი არის ჩაჭრილი. ანუ მინიმალური 2K, რომელიც იმის გამო რომ არტისტები დგანან სპიკერების წინ უშუალოდ თავიდან რო ავირივდო ზედმეტი ფიდბექი. ესე გამოიყურება, პატარა კომპრესიით, არანაირ reverbs და არანაირ ეფექტს არ ვიყენებ იმის გამო რომ გვჭირდება მხოლოდ წუხთა ხმა. ანუ ისაც მონახულში ვიმყოფებით ახლა და არის ბევრი რევერბერაცია ამ დარბაზის. ბიჭო, კი. ბრო, ყველა მდავრეკებთ ამ ადამიანს და დაიძიავთ თქვენი საქმეების ზონს იმ დღეს როცა გვიგია. კაი, ჩაჯდები ამ ლოგში იცოდე. Storyteller, fake storyteller, სახელად გელა და ძანრებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს საშებგარი პანკი რამ გარებერა არა storyteller, fake storyteller, სახელად გელა და ძანრებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს საშებგარი პანკი რამ გარებერა